გამარჯობათ მეგობრებო, დღის საჭირო ლაიფჰაკი. მოკლედ, საკუთარ თავთან კარგად ყოფნის ფასი, აი ვაფშე საერთოდ არაფერი არ არის. არანაირი ფული არ შეედრება იმ მდგომარეობას, როდესაც შენ თავთან ხარ საკუთარი მეს და შენი სულიერი სიმშვიდის მეგობარი. ხაღა შეიძლება ვიღაცა მითხრას, კაიო ხა შენ რა გიჭირსო მან ცხოვრობო და კარგა. არა, მეგობრებო, ვინცმა ძალიან კარგად მიცნობს, ალბათ თქვენ იცით, რომ ჩემთვის სულ ერთია სად გავიღვიძებ ჰილტონში თუ ავტობუსის გაჩერებაზე. მართლა რატო იცით, იმიტომ რომ თავარია გავიღვიძო ჩემს საკუთარ აი მესთან კაი ამბავში რა, ჩემ საკუთარ სულიერ სამყაროსთან თანხმობაში, იმიტომ რომ ეს იმხელა განძია შინაგანად ადამიანში, ჩვენს ყველაში, რომ როდესაც შენ ამ სამყაროთი ცხოვრობ, შენ უბრალოდ ნაკლებად ხარ დაკავებული საერთოდ და ნაკლებად ხარ დამოკიდებული მატერიალური რაღაცა ფორმალური მდგომარეობებისაგან. ეს პირველი, მეორე რაც თავარია. რასთან დაკავშირებით წერ ეხა აი ამ ლაიფჰაკს და გამოსადეგს ძალიან მართლა ყველასთვის. არასოდეს ეს თქვენი კარგად ყოფნა საკუთარ თავთან, თქვენს მესთან, თქვენ ჰარმონიასთან, არასოდეს ესე მოკლედ რო ვთქვათ, ხო? სინდისის ფორმა ლამაზად რო გამოვხატოთ, იმიტომ რომ სინდისი რა არის? სინდისი არის კარგი ადამიანი, ადამიანობა, სინდისი არის სიკეთით თავ დახრილი ცხოვრება, ადამიანების სიყვარული, გაცემის ენერგია, თანაგრძნობა და ეს ყველაფერი წარმოადგენს სინდისს და ეს სინდისი და ეს ფორმულირება არის ჩადებული ყველა ადამიანის გულში. არ არსებობს ყველაზე უკანასკნელ მკვლელსაც კი გააჩნია ეს სინათლის კარები გულში, უბრალოდ არა აქვს გახსნილი. ის რომ მან გახსას, ერთ წამში შეიძლება ტრანსფორმირება ამ ადამიანს მოუვიდეს. მაგრამ არასოდეს ეს თქვენი სინდისი, ეს თქვენი კარგად ყოფნა არ გაყიდოთ ფულზე. იმიტომ რომ არ არსებობს ხაღალზე გაყიდულმა ამბავმა, რომ თქვენ მიგიყვანოთ ჭეშმარიტებამდე. რატო? ფული არაჩვეულებრივია, გადასარევია, რატო? მშვენიერია, მაგრამ შენ როდესაც ამ შენ პოსტულატს რაღაცა სიმშვიდეს და კაი ადამიანობას აყენებ ზღვარზე იმასთან, რომ შენ შეგიძლია გადააბიჯო შენ სინდის, იმიტომ რომ ფული აიღო, დამიჯერეთ რა, ადრე თუ გვიან ეს თქვენი ქმედება დაგეწევათ, ეს თქვენი ქმედება გაგანადგურებთ, ეს თქვენი ქმედება ჩაგაგდებთ უხერხო მდგომარეობაში, ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენ დაფიქრდებით, რომ ვაიმე რა ვქნა, ეხა რა მეშველება და არაფერი აღარ გეშველება, იმიტომ რომ შენ შენი თავი გაყიდე. იცით, მქონდა ერთხელ, ჩემ მაგალითს გეტყვით, სიტუაცია, მოკლედ ადამიანი და კორპორაცია კი არა, ხო, ესეთი რაღაცა private ჩაკეტილი ფართი იყო, სადაც უნდა მემღერა და ძალიან დიდ ისეთ საკმაოდ კაი ფულს იხდიდნენ რა. ყოველ შემთხვევაში ამას არავინ და ვერასოდეს ვერ გაიგებ და წავიდოდი, ვიმღერებდი, ჩავიდებდი ჯიბეში ფულს და всё სიჩუმეში მორჩებოდა ყველაფერი, მაგრამ დავიძინე შეშინებულმა თაგვივით ღამე ვფიქრობდი, ვაიმე ამ ხელფული, ვაიმე რა ვქნა, როგორ მოვიქცე რა და ღმერთო მიშველი მეთქე რა გადავწყვეტ და დილით გავიღვიძე იმ ინფორმაციით, რომ ადამიანს მესიჯი მივწერე, რომ ამ ცალია ძალიან ისე ტექნიკურად დავემშვიდობე რა სიტუაციას. პრაქტიკულად დავკარგე, ხო, ეს გამოსვლის შანსი და ეს ფული, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ სამაგიეროდ რა მოვიპოვე? პურის ფული მაგ მშიერი არა ვარ. სამაგიეროდ დილით ვიღვიძებ მშვიდად, წყნარად და ვიცი, რომ არასოდეს ჩემი ქვეყნის ხალხი ჩემ სახელს არ გათელავს რა, ჩემი არასწორი ქმედების გამო. უბრალოდ მშვიდად მაქვს ჩემი სინდისი, მშვიდად ვარ ჩემ საკუთარ თავთან რა. აი ამის ფასი, მეგობრებო, არაფერი არ არის რა. აი ამ სიწყნარის, აი ამ შინაგანი ბედნიერების, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ სადაც არ უნდა იყოს, ნაგავშიც რო ჩავარდე, იქაც მაინც კარგად იქნები, რატომ? იმიტომ რომ შენ სუფთა სამყაროსთან კარგად ხარ. არასოდეს არ გაყიდოთ თქვენი სინდისი ფულზე. იმიტომ რომ ეს არის ის ზღვარი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გამოყვებათ ყოველთვის და ყველგან და თქვენ თუ იქნებით თქვენ თავთან მართალი, ამ სიმართლეს დაინახავს ყველა. დღის ლაიფჰაკი.